ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის დასკვნით კონცერტზე. გრიბუედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში წარმოდგენილი იყო პირველად საქართველოში პროექტი S4. ეს არ არის მხოლოდ მუსიკა, აქ თითოეული მოძრაობა არის ისტორია, რომელიც სხეულით იწერება აღსავსე დრამატულობით, ვიზუალური სილამაზითა და სენსაციური ქორეოგრაფიით. ფესტივალის მხარდამჭერი კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია, შემოქმედებითი საქართველო და იტალიის საელჩო იყვნენ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. დღევანდელმა საღამომ არაჩვეულებრივად ჩაიარა. გვიხარია, რომ ქართველ მაყურებელს გავუზიარეთ ჩვენი სპექტაკლი. ძალზედ განსაკუთრებული ფესტივალი გამოვიდა, დიდი წარმატებით ჩაიარა. ძალიან კმაყოფილი ვარ, ეს კონცეფცია და ეს პროგრამის და სოლისტების შემადგენლობა ამოდენ ასეთი წარმატება იქონია პუბლიკის წინაშე. მიხარია, რომ ფესტივალის ფარგლებში 4 კონცერტი ჩატარდა შესანიშნავი იტალიელი მუსიკოსების მონაწილეობით. ეს თანამშრომლობა მუდამ იზრდება. მე ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი დასტურია იმ შესანიშნავი ურთიერთობის, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებობს, განსაკუთრებით კულტურის სფეროში. ძალიან აქტიურად იყო წარმოდგენილი წლევანდელ პროგრამაში იტალიური პროგრამა. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის იტალიის საელჩოს, რომელიც მერიასთან ერთად არის უკვე ბევრი წელია ამ ფესტივალის მხარდამჭერი. კმაყოფილი დარჩნენ როგორც მსმენელები, ასევე ფესტივალის ყველა მონაწილე და უსურვებ კიდევ უფრო მეტ წარმატებას. ძალიან კარგად ჩაიარა საღამომ. წარმოდგენაში 8 მოცეკვავე იღებდა მონაწილეობას. ძალიან მიხარია, რომ ქართველი ხალხის წინაშე წარვსდექით. ვფიქრობ, რომ ეს ქართველი მაყურებლისთვის და მსმენელისთვის არაჩვეულებრივი გამოცდილებაა. კახეთმა ჯაზისა და ღვინის